მიგრაციასთან დაკავშირებით საუბარი მქონდა ერთ პიროვნებასთან, რომელმაც განმეცხადა, რომ მიგრაციის თემა რომ აიწეს, ხელისუფლება გადაყვება და გარდაულად ნაცები დაბრუნდებიანო. რისიც ეშინოდა. ჩემო მეგობრებო, ეს ტექსტი შეიძლება თქვენც ხშირად მოისმინოთ, ამიტომ რაც უპასუხი ამას ახლა საჯაროდ ვამბობ და თუ კი გამოგადგებათ ჩემი არგუმენტები, მადლობა ღმერთს ამისთვის. პირველი, ის რომ ამბობს ადამიანი, რომ მიგრაციის თემა ხელისუფლებას გადაიყოლებს, ამით აღიარებს, რომ ზუსტად იცის, რომ ხელისუფლებას ამ მხრივ აქვს დანაშაული ჩადენილი ქვეყნის წინაშე. და თუ ამას გაიგებს საზოგადოება და საზოგადოება ამ მიმართულებით მუხს აწევს, ხელისუფლება ამას გადაყვება. მეორე, ის რომ ნაცები დაბრუნდებიან, ეს არის გამორიცხული და რატომ? თუ კი მიგრაციის თემას გადაყვება ხელისუფლება, ძალაუფლებას ხელში აიღებს არა ნაცები, რომლებიც ამ თემაზე არც ელაპარაკობენ და არც იბრძვიან, საერთოდ არ აინტერესებთ ლიბერალურ ფლანგს, საქართველო ქართველების იქნება თუ უცხოელების იქნება. ამ თემით ინტერესდება კონსერვატიული ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა. შესაბამისად, თუ კი ხელისუფლება მას გადაყვება, ძალაუფლებას დაიკავებს არა ლიბერალური ფლანგი, არამედ კონსერვატიული ფლანგი. ასე რომ, მეგობრებო, თუ თქვენ ნამდვილად გეშინიათ ნაცების დაბრუნების, რომ არ დაბრუნდეს ნაცები და პარალელურად არ მოგწონთ ხელისუფლების მიგრაციული პოლიტიკა, აუცილებლად უნდა ამოიღოთ ხმა, თქვენ უნდა მოახერხოთ, გადალახოთ 10 წელზე მეტი რაც აქ დაგეგმილი და უკვე კულტივირებული ხელისუფლებას მე თუ არ ვიქნები ნაცები მოვლენ. ეს უნდა გადალახოთ შემოძვირფასებო, უნდა შეძლოთ ეს და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. მიგრაციული პოლიტიკა არის ქვეყნისთვის სასიკვდილოდ საშიში. ამიტომ აქ სიჩუმე დანაშაულია ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენი გამარჯვება, მეგობრებო, გარდაუვალია და ვერ შეძლებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ფულის კეთების მიზნით აქ უცხოტომელებით გაავსოს და ქვეყანა დაღუპოს. რა თქმა უნდა, საქართველოში ამის ზალა არსებობს და ეს ზალა მალე იტყვის თავის სათქმელს. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და რა თქმა უნდა, ისე აკადემიურად და კულტურულად და ზრდილობიანად, როგორც ეს ეკადრება ცივილიზებულ საზოგადოებას. მადლობა ყურადღებისთვის.